მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს ჩვენ ვნახოთ რა გელით თქვენ უახლოს დღეებში. აქ გვაქვს ჩვენ გვახსოვს ხო? მოკლე გაშლები, გრძელი გაშლები, მეორე ჩვენს არხზე, ხო? სადაც ჩვენ ახლა უკვე ღრმად შევდივართ სიტუაციებში, ხო? აქ იმათთვის, ვისაც უყვართ მოკლე გაშლები. ამავე დროს შეგიძლიათ მოკლე გაშლები ნახოთ TikTok-ზე, ლინკი ვიდეოს ქვეშ არის, პლუს ბედის მატრიცა, თუ ვინმეს გაინტერესებთ ბედის მატრიცის არხზე და კიდე გავაკეთე ბედის მატრიცაზე TikTok-ი, ანუ ყველაფერი თქვენთვის, ჩემო ლამაზებო. всё. ეხლა მაინტერესებს რა ენერგიაში ხარ თქვენ ეხლა ამ წუთში რა და მე უკვე ვნახოთ კითხვაზე პასუხი და კიდე მინდა გითხრათ რომ დამავისე TikTok-ზეც უნდა მეთქვა იგივე რომ ზოგი მეუბნება ვაიმე სად დაიკარგეთ, ვაიმე სად ხართ, ვაიმე სად ხარ. მე აქ ვარ. მე ყოველდღე ამის ნუ აი 1000-ში ერთხელ თუ გამოვტოვებ ხოლმე. წერ, მაგრამ თქვენ თუ არა გამოწერილი, ხო? გინდა TikTok-ი იყოს, გინდა YouTube-ი, არ მოგივათ შეტყობინება და მე მკარგავთ. ამიტომ გამოიწერეთ და всё. ან ლაიკი დაწერეთ, რომ იცოდეთ, რომ თქვენ აქ ხართ ჩემთან. ნახოთ რა ენერგიაში ხართ ახლა, ჩემო სიხარულებო. რა ენერგიებში ხართ? ვახ. ნუ ყოველ შემთხვევაში, ჩემო სიხარულებო. ჩემო კარგებო და ჩემო მშვენიერებო, აქ მე მინდა გითხრათ, რომ მინდა მოგილოცოთ, იმიტომ რომ თქვენ დაასრულეთ ძალიან მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია. და აქ არის სიტუაცია, როცა მე დამშვიდე, როცა მე მოვიპოვე ჩემ თავთან ჰარმონია, როცა მე ანუ ესე იგი განვიკურნე იმ სიტუაციები, რომელიც მე გულს მტკენდნენ, რომელიც მე ნერვებს მიშლიდნენ. აი თითქოს გავუშვი და მივხვდი, რომ მე აღარ მინდა ეს ტკივილები, მე აღარ მინდა ეს ნერვიულობა, მე მინდა ბედნიერი ცხოვრება, მე მინდა ანუ ვიყო, ანუ ვიც აი თითქოს ნახეთ, სულის ცეკვას ვიძახე, მე ნახეთ ახლა სული ცეკვას, ანუ აქ დავასრულე ის ყველაფერი, ანუ მივიღე გადაწყვეტილება, რომ აღარ მინდა ეს ნერვების შლა. всё. რა სიტუაციაში ჩემო სიხარულებო, ზოგი სიყვარულის თემაში, ნახეთ სულ მაღალი დამუშავეთ თქვენ რაღაცა თემა და აი ნახეთ პენტაკლების ტუზი მოდის თქვენ ცხოვრებაში. ეს ეგრევე უკვე გვეუბნები, ანუ თქვენი თავი დააფასეთ სხვათა შორის ახლა გავაკეთე გაშლა დიდ არხზე, ხო? იქაც თქვენი ენერგია მაჩვენეს, ნუ ვინც ახლა აქ ხართ, თქვენი გაშლა არის ისეც, იმიტომ რომ იქაც თქვენ ხართ პენტაკლების ტუზის ენერგიაში, იმიტომ რომ პრინციპში ახლა მე რატო ასე მოგმართავთ ხოლმე ჩემო მშვენიერებო და ჩემო კარგებო და ჩემო საყვარელო, იმიტომ რომ თქვენ ხართ ჩემი მონათესავისწულები, სხვა შემთხვევაში აქ ვერ შემოხვიდოდეთ თქვენ და ნამდვილად არც მომისმენდეთ. და ამიტომ მე მიყვარს ჩემი მონათესავისწულები და გეუბნებით, რომ თქვენ ხართ ეხლა აი ამ ენერგიაში, აი ამ ენერგიაში ხართ თქვენ, ესე იგი, ანუ შევევსი, ახალი ვარ, განახლებული ვარ. მიხვდით ჩემო ლამაზებო? და ეხლა ფიქრები, რომელიც თქვენ გქონდათ ვიღაცაზე და დამოკიდებული იყავით ვიღაცაზე და არაფერი იქ არ ვითარდებოდა, თქვენ დაანთაროთ, იმიტომ რომ ისევ მაჩვენებია, რომ თქვენი თავი შეიყვარეთ და ის ადამიანი, რომელიც თქვენ ნერვებს გიშლით, თქვენ გაუშვით მივლინებაში. დიახ, მივლინებაში გაუშვით რა, არ გინდათ. აქ даже მე შემიძლია თქვა უამრავი, ნუ უმეტესობა, даже დაასრულეთ თქვენ, ანუ ურთიერთობა კი იყო, ფიქრები რაღაცები, მაგრამ დასვით წერტილი რა, რომ აღარ მინდა ამაზე ნერვიულობა, მე მინდა ჩემი ლამაზი და კარგი ცხოვრება. აქ თქვენ მიხვდით რაღაცას. აქ თქვენ თავზე ბევრს მუშაობდეთ, მაგრამ საბოლოოდ თქვენ აირჩიეთ თქვენი თავი, ნახეთ დარჩა ესა, ეს კარტი დარჩა, ანუ ცხრიანი პენტაკლების კაროჩე. ყოჩაღები მყავხართ, მომწონს როგორ გადიხართ თქვენ ტრანსფორმაციებს. მე რატომ მიხარი, იმიტომ რომ ვიცი რომ ძალიან ბევრი მწერთ, რომ აი თქვენ გვეხმარებით და ეს არის ჩემი მისია. სხვათა მისიაზე ჩაწერილი მაქვს ეს ვიდეო ბედის მატრიცის არხზე, ლინკი ნახეთ. ან უბრალოდ ბედის მატრიცა შეიყვანეთ ქართულად და ვალენტინა ბარბაკაძესთან და მიხვდებით. ნახოთ ძალიან მაგარი, ნუ ჩემი აზრით ვიდეო გამოვიდა. ვნახოთ ახლა რა გელით თქვენ უახლოს დღეებში, რა გელით. დედა, ამას რა სიყვარული შეხედეთ, ეს არის კლასიკიდან. ჩემი საყვარელი დასდიდან. ჩემი საყვარელი დასდიდან. გოგოებო, ნახეთ, პირველი სიყვარული ხო წამოვიდა, მაგრამ შეიძლება ზოგისთვის თუ თქვა ორსულობა გინდოდა, კი ბატონო, დაორსულდებით. თუ ნუ ვისაც გინდოდათ, ხო? საჯარო გაშლა გვაქვს.
კიდე ეს რა არის? კარგი ამბავი, კარგი მესეჯი თქვა, კარგი, ანუ რაღაცა ისეთი სიტუაცია, პატარა ბავშვით რო გაგეხარდება, კარგი შეხვედრა ვიღაცასთან, შეიძლება ვიღაცასთან, ანუ მეგობარი ჩამოგივათ სიტყვაზე, რომელიც თქვა დიდი ხანი არ გინახიათ რა. ანუ რაღაც ახალი გაცნობა. ნახეთ, კიდევ ნახოთ, მე ახლა ეს დასა ძალიან ვიყო, ეს რანაირად, ესე იგი შეხედეთ, აი ეს რო ვალაგებდი ეთყობა, მაგრამ აჰა, შემთხვევით არაფერი არ არის და მაინც ეხლა უნდა ყოფილიყო, ნახოთ, აბა რა გელეთ თქვენ უახლოს დღეებში. აი ასე ავიღებ ეს ვარიანტი არ არის, პროსტო სამი ინფორმაცია ავიღოთ, თუმცა უკვე 4-იც გამოგივიდა, იმიტომ რომ უკვე აგერ პაჟი არის. ნუ აი ასე მეუბნებიან, ჯერ პირველ რიგში აქაც დასტაში მეუბნებიან, რომ თქვენი ენერგია, რომ всё, მე დავასრულე. რაღაც კი, всё, არ მინდა ახლა გარწორი შევალ და ხვალამდე ვერ გავალ და ჩვენ აქ მოკლე გაშლა გვაქვს. პირველი დიდი ბედნიერება, მე გეუბნები, აქ ვიღაცას თქვენ გექნებათ მართლა ახალი გაცნობა რა. ამ დღეებში ეს იქნება თქვენთვის ძალიან დიდი სიხარული. აქ ძალიან კარგი რაღაცა ისეთ აი სასიამოვნო პერიოდი იქნება და ნამდვილად თქვენ აქ აი ესეც არის პრინციპში, ეს არის უკვე რაინდი, ეს არის პაჟი, ხო, ანუ სიხარული. აქ უფრო კიდე მიდასტურებენ, რომ აი ძალიან მართლა იქნება სასიხარულო ამბავი, რომ ვიღაცა გაიცნო თქვენ. ნუ ზოგისთვის შეიძლება იყოს სიტუაცია, რომ თქვათ ახლა აი მადლიერებიც შეივსებით თქვათ იმ თქვენი პარტნიორის მიმართ, რომელიც თქვათ თქვენ ყავდეთ და ეხლა თქვათ, ნუ აქ რაღაცა დაასრულეთ. ანუ უბრალოდ თუ იყავით ნაწყენი, სულაც თქვათ ბანალურად რომ თქვათ, თქვენ აპატიებთ ამ თქვენ პარტნიორს, იმიტომ რომ ეხლა ყოველს ხო არა აქ ისე რომ თქვათ დავშორდეთ. უბრალოდ თქვენ არჩევანი გააკეთეთ და უნდა თქვით რომ აღარა მაგ არ ღირს რა ამაზე გაბრაზება და ნუ აქ ყოველ შემთხვევაში შერიგება ვიღაცასთან იქნება ნამდვილად. კიდე ახლა რა ამ დღეებში აქ არის რაღაცა წინსვლა, ვიღაცა შეიძლება კიდევაც ან რაღაცა ცვლილება, შეიძლება თქვენ მიიღებთ რაღაცა გზავნილის, მაგრამ აქ გული არის, გოგოებო. ნახეთ რა ხდება. აქ რამდენიმე ვარიანტი შემიძლია გითხრათ და ბიჭებოც, ახლა ბიჭებიც მეჩხუბებიან ხოლმე, რომ ჩვენც აქ ავართ ხო? ანუ აქ შეიძლება ნახეთ ანგელოზი მოგიყვანთ, მიგიყვანთ თქვენ სიყვარულთან. აქ შეიძლება შეიცვალოს საქმიანი თემები თქვენი. ნუ ცვლილება რა არის, რაღაცა ნახეთ, აი თითქოს ღმერთის მფარველობის ქვეშ იქნებით და აი ანგელოზი წაგიყვანთ თქვენ უკეთესობისკენ, იმიტომ რომ მზისკენ მიდიხარ და აქ ანგელოზის ფრთები არიან და რაღაცა ისეთი მომენტი არის, რომ აი თითქოს გადასვლა, ახალ პერიოდზე, კი აი განულება, გასუფთავდებით, რაღაცნაირად სულიერად კარგად იქნებით, აი ძალიან კარგად უნდა იყოთ. კი, რაღაცა შეჩერებული სიტუაციები თუ იყო, კიდე ნახა, იქაც ისეც გაერკვა, მაგრამ აქ რა მინდა გითხრათ, იცით, ვიღაცას მართლა ახალი ურთიერთობა დაეწყება, ნამდვილად აქ უკვე დაეწერა ეს საბედისწერო თემა, იმიტომ რომ შეიძლება ზოგი იყო დიდი ხანი პაუზაში და შეიძლება ოცნებობდი თქვენ დაუშვათ სხვა ურთიერთობაზე არ გამოვრიცხავ და ნამდვილად აქ უკვე შეისმინეს მაღალმა ძალებმა და აქ წიგნში რაც წერია თქვენი უკვე აი აქ რაც უნდა მოხდეთ ის ასრულდება. იმიტომ რომ აქ შეიძლება ხო გეუბნები, თითქოს აი ლოდინიდან გამოდიხართ, აი რაღაცა ეგეთი ენერგიებიდან გამოდიხართ რა. შეხვედრა, ისევ რაინდი. კი ბატონო, აქ ისევ რაინდი. აქ გაცნობა გაქვთ უეჭველი, მაგრამ ახალი. და მიდის რა, ანუ ესე იგი რა არის, აქ რა ცვლილება. ესე იგი ნახეთ, თუ თქვენ ტრანსფორმაცია გაიარათ, აქაც ტრანსფორმაცია, კოშკი რას მეუბნება, ამ დღეებში აუცილებლად წავა სიტუაცია, სადაც თქვენ გქონდათ უფულობა, სადაც თქვენ გქონდათ რაღაცა ნერვიულობა ფულზე, სხვათა შორის ფულზე და რა მოდის. და აი ნერვიულობას მაჩვენებენ. ამას მოერევით ყველა ვარიანტში და ძალიან დიდი სიხარული შემოდის, სიხარული. აქ გეუბნებით, აქ ძალიან დიდი ცვლილება აქვს. სულ კოშკები, რა ვიცი, აი დღეს ჩავწერ რამდენიმე ვიდეო სხვადასხვა არხების, გეფიცებით, აი ჩემთან ვინც არის სულ მუდმივად, თქვა, მუდმივად რა დიდი ხანია. რაღაცა დიდი ტრანსფორმაცია,
დიდი ტრანსფორმაცია, ან როგორ იცი, ანუ თითქოს თქვენი ცხოვრება იყოფა მანამდე და მის მერე. ანუ ძალიან ბევრი ცვლილება მიდის რა თქვენ ცხოვრებაში და ნამდვილად მიიღეთ ეს ჩემო ლამაზებო, გამოიწერეთ არხები, რომ არ მეძებოთ და ბედნიერები იყავით, იმიტომ რომ ღირსები ხართ. აქ იცვლება, აქ ახალი ეტაპი, უკვე არის ეს ახალი ეტაპი თქვენ ცხოვრებაში, სადაც უნდა იყოთ ბედნიერები, იმიტომ რომ თქვენ აღარ გინდა თქვენ თვითონ რომ იჯდეთ ამ ენერგიებში, სადაც ნერვების შლა. всё, მე განვიკურნე, მე კარგად ვარ. მორჩა, აი ეს აღარ მინდა. მივხვდით ჩემო სიხარულებო? всё, გისურვებთ ბედნიერებას და ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ კარგს.